მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკვე კავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზ დღის რგებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, ხმლების 7-იანი. ამ პერიოდში გამოავლენთ განსაკუთრებულ გამჭრიახობას და სტრატეგიულად აზროვნების უნარს, გამძაფრებული გექნებათ ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები, ადვილად შეძლებთ თავიდან აირიდოთ არასასურველი სიტუაციები და ადამიანებიც კი. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ისეთი უნარები ან ნიჭი, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით და ასევე შესაძლებელია სწორედ ამ პერიოდში მიაგნოთ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის ან სასურველი მიზნების მისაღწევად ყველაზე კრეატიულ, მოკლე და გარანტირებულ შედეგებამდე მისასვლელ გზებს. თუმცა ნეგატიურ ასპექტში ეს ბარათი შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ ამ პერიოდში იქნებით სუსწრაფები, ადვილად შეიძლება აყვეთ ცდუნებებს, მოგინდეთ არაკეთილსინდისიერი გზებით მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, გეგონოთ, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩება და შემდგომში თავის მართლება მოგიწიოთ ამასთან დაკავშირებით, დახარბდეთ ისეთ შემოთავაზებებს, რომლის უკანაც არ დგას რეალური სიმართლე და მოტყუებული აღმოჩნდეთ. და ასევე დიდია შანსი გაებათ სხვადასხვა თაღლითურ სქემებში, ან თავად დახუჭოთ თვალი სერიოზულ პრობლემაზე და ამით სამომავლოდ კიდევ უფრო გაართულოთ ან დაამძიმოთ სიტუაცია და ზოგადად ეს პრობლემა. ამიტომ მნიშვნელოვანია ოქტომბერი გაიაროთ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად, არაურიოთ ერთმანეთში კრეატიული აზროვნება და ტყუილი, ნუენდობით მხოლოდ სიტყვებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია ფაქტებით. ეს პერიოდი თქვენგან მოითხოვს გააზრებულ, გეგმაზომიერ მოქმედებას და ფრთხილ ნაბიჯებს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების 9-იანი. ამ პერიოდში მოგინდებათ პარტნიორთან ერთად განმარტოება, რომ მოიწყოთ სიმყუდროვე, განერიდოთ უცხოთვალს, ნაკლებად ჩაახედოთ თქვენს ურთიერთობაში ახლობელი ადამიანებიც კი და მკაცრად გამიჯნავთ თქვენს პირად და სოციალურ ცხოვრებას. ვინც დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ სწორი დასკვნები გამოიტანოთ მიღებული წარსული გამოცდილებიდან და შეძლებთ სტაბილურობისკენ წაიყვანოთ კონფლიქტური სიტუაცია. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ბარათი აღნიშნავდეს, რომ ურთიერთობაში მოგიწევთ თქვენი პირადი ინტერესების დაცვა. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების რაინდი. ეს თვე ნამდვილად არაპროგნოზირებადი იქნება თქვენს ურთიერთობაში. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ სრულიად მოულოდნელი და თქვენგან სრულიად წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში იქნება იმპულსური და გაუთვლელი. იქნებით ზედმეტად რისკიანები და გაბედულები, შესაძლოა ბევრი ინიციატივაც აიღოთ თქვენს ხელში, მზად იქნებით ყოველგვარი სიახლეების და თავგადასავლებისთვის, მათ შორის შესაძლებელია სახელდახელოდ დაგეგმოთ მოგზაურობები, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთაც. ასევე ეს ბარათი გულისხმობს ადრე დაწყებული და გაჭიანურებული საქმეების წარმატებით დასრულებასაც, ასე რომ წყვილებს საკმაოდ დატვირთული და საინტერესო თვეგელით. მთავარია თუ დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, ეს ენერგია მიმართოთ კონსტრუქციულობისკენ და არ გააღრმავოთ კონფლიქტი. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თასების მეფე,
მაღალია შანსი წამოიწყოთ ურთიერთობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ სურვილზე და მონდომებაზე, შინაგან მზაობაზე, რომ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, ამასთან ადამიანი, რომელსაც ამ პერიოდში გაიცნობთ, რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, აგავსებთ პოზიტიური ემოციებით, განგტვირთავთ ყოველდღიური რუტინისგან და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალის. მის გვერდით თავს იგრძნობთ მშვიდად და ჰარმონიულად და არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობა სამომავლოდ საკმაოდ სერიოზულ კავშირშიც გადაიზარდოს. ასე რომ მიაქტიურეთ და არ გაუშვათ ასეთი პოზიტიური შანსი ხელიდან. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო. მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი. ამ პერიოდში საქმიან სფეროში ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში თქვენმა შესაძლებლობებმა თავადვე გაგაკვირვოთ და აღმოჩენებიც კი გააკეთოთ, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად ჩამოყალიბებულ ხართ. ამ პერიოდში იქნებით ენერგიით და ზოგადად რესურსებით სავსე, ნაკლებად იგრძნობთ დაღლას, მაშინაც კი თუ საკმაოდ არაორდინალურ სიტუაციებში აღმოჩნდებით, მაგალითად დაგეკისრებათ მეტი საქმე, ან მოგიწევთ ისეთი საქმეების შესრულებაც, რომელიც აქამდე არ გიკეთებიათ. იქნებით მოტივირებულები, როგორც თანამშრომელმა წვლილი შეიტანოთ საერთო საქმის განვითარებაში და ორიენტირებულები სამომავლო წარმატებებზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების სამიანი, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან პოზიტიურად, ეს ბარათი მეტყველებს თქვენს პროფესიონალიზმზე, გუნდში მუშაობის კარგ უნარებზე, მზაობაზე მუდმივად განვითარდეთ და მიიღოთ ახალი ცოდნა და ახალი გამოცდილება. დახვეწოთ თქვენი პროფესიული უნარები. ოქტომბრის განმავლობაში თქვენი შრომა იქნება დაფასებული კოლეგებისგან, ხელმძღვანელებისგან და თუ კლიენტებთან გიწევთ უშუალო ურთიერთობა მათგანაც. იგრძნობთ აღიარებას, მადლიერებას, მიიღებთ კოლეგების მხარდაჭერას. ამ პერიოდში შესაძლებელია გაიზარდოს მოთხოვნა თქვენს პროფესიულ რესურსზე და თუ დიდ აუდიტორიასთან მუშაობთ, შესაძლოა გაიზარდოს თქვენი პოპულარობაც. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების ტუზი, ამ პერიოდში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, თუმცა მაშინაც კი თუ ვერ ნახავთ შესაბამის ვაკანსიას, შეძლებთ გააცნობიეროთ თქვენი თვითრეალიზების გზები, გაგიჩნდებათ ახალი იდეები და გეგმები დასაქმებასთან დაკავშირებით, შეძლებთ მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია და მოძებნოთ საჭირო ადამიანები, ვინც დაგეხმარებიან უახლოეს მომავალში მართლაც მიაღწიოთ სასურველ მიზანს. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების ცხრიანი, ამ პერიოდში თქვენ გექნებათ შიშები, რომ თავს ვერ გაართმევთ აღებულ პასუხისმგებლობას და დაკისრებულ ვალდებულებებს, შესაძლებელია იფიქროთ, რომ თქვენი კომპეტენცია არასაკმარისია დასახული მიზნების მისაღწევად, ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს ფინანსურ პრობლემებსაც, მაგალითად, ამ პერიოდში გამოჩნდეს ისეთი გაუთვლელი ხარჯი, რომელსაც თქვენი ძალებით შეიძლება ვერ გაუმკლავდეთ, გირჩევთ არაყვეთ ემოციებს, გახსოვდეთ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, შეეცადეთ ცივი, რაციონალური გონებით მოძებნოთ ნებისმიერი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი. ოქტომბრის განმავლობაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ ნებისმიერი სირთულე წარმატებით დაძლიოთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, თასების 6-იანი, საჩუქრების ბარათია. ამ პოზიციაზე შესაძლებელია ფინანსურ საჩუქრებსაც გულისხმობდეს, თუმცა არ არის აუცილებელი ძალიან პირდაპირ გავიგოთ ეს. თქვენ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იყოს ისეთ ერთჯერად შემოსავალზე, რომელსაც არ ელოდით და თქვენ მიიღოთ როგორც ბედის საჩუქარი. ასევე ეს ბარათი გულისხმობს, რომ შესაძლებელია ოქტომბრის განმავლობაში ადრე გაკეთებული ინვესტიციებიდან მიიღოთ შემოსავალი, ან ძველი ვალი დაგიბრუნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბარათის ენერგია პოზიტიური პროგნოზის საშუალებას იძლევა ფინანსური კუთხით, თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ თვის მთავარი ენერგიაც და მეტი ყურადღებით და სიფრთხილით აწარმოეთ ფინანსური ოპერაციები.
ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი, მეტი დრო დაუთმეთ სულიერებაზე ფიქრს და სრუნვას, ეცადეთ გაიაზროთ თქვენი ფუნდამენტური ღირებულებები და მოახდინეთ მათი რევიზია, შეეცადეთ გათავისუფლდეთ ხელშემშლელი განწყობებისგან და სოფლმხედველობრივი დოგმებისგან, მიიღეთ ახალი ცოდნა და გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს. არკანი გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში თქვენ იმყოფებით სამყაროს და მაღალი ძალების მფარველობის ქვეშ. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი თხის რქებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.